და სამარცხვინო ასე შეაფასა პატრიარქმა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა მრევლს მიმართა. ქადაგების დროს ქვეყნის სულიერმა ლიდერმა ბრძანა, რომ ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდობიანად უნდა მივიდეს და არავინ არ უნდა გამოიყენოს ბოროტად ის, რაც ბოლო 4 დღის განმავლობაში ქვეყანაში მოხდა. პატრიარქის ამ ქადაგებას სამებაში სტუდენტების ერთი ნაწილი ისმენდა. თვითმმართველობა დღეს ღვთისმშობლობის დღესასწაულის გამო აქციებს აღარ გამართავს. თვითმმართველობის ინფორმაციით აქციებზე პროვოკაციებია მოსალოდნელი, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც ისინი დღის განმავლობაში ქუჩაში გამოსვლისაგან თავს შეიკავებენ. როდის განახლდება აქციები, ჯერჯერობით უცნობია. პატრიარქის ქადაგება და სტუდენტების გადაწყვეტილება კეთი ხიდიშელი გააგრძელებს ამ თემებზე საუბარს ქრონიკის ღია ეთერში სამების საკათედრო ტაძრიდან. დარსუ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში. პატრიარქმა თავის ქადაგებაში ისაუბრა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. მან მოუწოდა ყველას, რომ ეს ვითარება არ გამოიყენონ ბოროტად. პატრიარქმა თხოვნით მიმართა ქართველ სტუდენტებს, რომ თავი შეიკავონ და არ შეიტანონ ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში არეულობა. პატრიარქმა ასევე ქადაგებაში ბრძანა, რომ ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეს და ყველამ საკუთარი აზრი უნდა დააფიქსიროს სწორედ არჩევნების დღეს. ასეთი რომ ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვს სახელმწიფოდ, არამედ თვითონ ასწორებენ ყველაფერს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და არ განმეორდეს. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი გულისხმობა, ჩვენი უცხოელობა ამასთან დაკავშირებით და მე მინდა ყველას გითხრათ, ყველას მოგმართოთ, რომ ამას უნდა მოიყენებთ ბოროტად. ამას უნდა მოიყენებთ საქართველოს და ადამიანების დასამცირებლად. ჩვენ უნდა მივაცოთ, რომ ღმერთმა ძალიერსათვის მოსწეს უკავონ აკორთხოსიერი თვისი მშვიდობით. არა ჯანსაღი მდგომარეობით სარგებლობენ ზოგიერთი და უნდათ, რომ არასტაბილური მდგომარეობა შემოიტანონ საქართველოში. ეს ყოვლა დაუშვებელია. ჩვენ დავრჩა თითქმის ერთი კვირა არჩევნებამდე, პარლამენტის არჩევნებამდე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობიანად მივიდეთ ამ დღემდე არჩევნებამდე. მე მამაშვილური სიყვარულით მოგმართავთ. არავითარ შემთხვევაში არეულობა არ უნდა შეიტანოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისედაც არ გვაკლია ჩვენ ეს არეულობა. დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა ლოცვას ესწრებოდნენ სტუდენტები, მათ საშუალება ჰქონდათ, რომ პატრიარქს გასაუბრებოდნენ პირადად. შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ისინი წყვეტენ საპროტესტო აქციებს. მათი განმარტებით არსებობს გარკვეული სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები და ისინი ცდილობენ, რომ მიზან მიმართულად შეიტანონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია. სწორედ ამიტომ სტუდენტთა უმრავლესობა უარს აცხადებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე.
გვირჩია რომ დღეს ის აქცია რომელიც ჩვენ გქონდა დაგეგმილი შევწყვიტოთ, იმიტომ რომ დაგეგმილია სხვადასხვა სახის პროვოკაციები, სხვადასხვა სახის პოლიტიკურად ანგაჟირებული სტუდენტური ჯგუფების მიერ. მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს არ მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ პროვოკაციებში, არ მიიღონ მონაწილეობა სისხლისღვრაში, რომელიც უმართავ სახეს მიიღებს. მოვუწოდებთ ყველას დაემორჩილონ პატრიარქის შეგონებას, არ მიიღონ დღევანდელ აქციაში ღვთისმშობლობის დღეს მონაწილეობა. წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა მიმართა ერს და მოუწოდა, რომ საღამო 7 საათზე დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში გაიმართება პარაკლისი, სადაც პატრიარქი კურთხევას მიცემს მოსახლეობას, რომ ყოველდღიურად იკითხონ ღვთისმშობლის ლოცვები იმისთვის, რომ ვითარება დასტაბილურდეს.